აი ამოვედი მაჭახელას ხეობაში, მე ვარ ახლა საქართველოში და აი ნახეთ, ჩემგან მარცხნივ არის უკვე სხვა საქართველო. რა ვიცი, შეიძლება თქვათ რომ ყოფილი საქართველო. აი 1921 წელს რომ გაავლეს საზღვარი, აი სოფელი ხერთვისი დარჩა იქით და აი ამ ხეობის ძალიან ბევრი სოფელი მოხვდა საზღვრის მეორე მხარეს. რა თქმა უნდა, ადამიანები არ ეგუებოდნენ ამას, რომ ერთი ოჯახის წევრები როგორ შეიძლება ყოფილიყო ხო სხვადასხვა ტერიტორიაზე და ჰქონდათ ურთიერთობა, მაგრამ ამისათვის აი საბჭოთა ხელისუფლება განსაკუთრებით სასტიკად ჯიდა, ვისაც სურვილი გაუჩნდებოდა, რომ ჰქონოდა ურთიერთობა აი თავის ნათესავებთან. და 1951 წელს თითქმის, რა ვიცი, ყველა გაასახლეს აი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან, ვისაც კი ნათესავი ჰყავდა მაშინდელ უკვე თურქეთში. ვიდრე საზღვრები ჩაისმებოდა, მამი და ჩემი დაუნიშნავდა. ხო და შემდეგ საზღვრის ჩასმა რო დაიწყო, გათხოვება წასვლა არ უნდოდა, რომ ჩემებს დაუკარგავ. ადრე ხის სახლი იდგა, ეხლა მე სადაც ცხოვრობ და გარეთ ეზოში ისეთნაირად იყო, რომ ბოძი იყო თურმე. რო ჩამოსულან აი ზედამაჭახელადან წასაყვანად, მამი და ჩემმა თურმე ამ ბოძს ჩაეჭიდა და თქვა რომ არ გამატანოთ, არ წავალ რომ ჩემებს დაკარგავთ. ადრე სიტყვა რომ ნათქვამი იყო და ნიშნობა გაკეთებული იყო, 4 ძმა ვიდექით და ვერაფერი ვერ თქვითო და გამოგლიჯეს და წაიყვანეს თურმე. თვითონ ვერ მოესწროთ. შემდეგ ხო ახლა გაიხსნა საზღვრები, მაგრამ იმა და მამი და ჩემად ბაბუს ძმა კიდო აი თურქეთის მხარეს დარჩა.